გამარჯობა, სოფელში ვარ, ნაწილი მეხუთე. როგორც იცით, მე არც თბილისს, არც რუსთავში ვერ მივდივარ. სოფელში მიწევს ცხოვრება და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. და ჩემი საქმე რომ კვირაში ერთ დღე ისვენებს და მითხრა რომ შენ თუ ვერ მოხვალ, მე შენთან მოვალ. ხადა ნახეთ რა ვიპოვე, ჯერ 4 ფოთლიანი, მე 5 ფოთლიანი რაღაც დიდი იღბალი მეოდება, არ ვიცი. ჩვენი ულამაზი ხედი ნახეთ. ხო, მამა ყოველთვის, როცა მე მოვდიოდი სოფელში, ამზადებდა ქათმის ფრთის კაბაბს, მწვადს. ხადა ახლა ეს გადავიდა ჩემს საქმროზე ეს საქმე. მე მანამდე ყველაფერი მოვამზადე, რომ როცა მოვაღა, ყველაფერი მზად ახვდეს და პირდაპირ მოვამზადოთ. მე საჩუქრებით მოვიდა. ძალიან გამახარა. ხო და მე ისე სიურპრიზი ქონდა ნახე, რა გავაკეთეო. არ ვიცი ნეტა რა დააშავა ასეთი. მიდი აღიარებს. ხო და მე დედამ მოიტანა მწვნილი, აი მე როგორი კარგი იყო და თავისი მზითვიდან ამოიტანა, რა ქვია, ჭიქა, უყვარს საქმროს რაღაც. ხადა მე ჩემი სათამაშო კი არა და სიურპრიზი ბავშვებს მივეცი, გავახარე, ვითამაშეთ და მე 5 ლარიანი მოვიქე. ის 4 ფოთლა და 5 ფოთლა სამყურას ის იყო დამსახურება. და საქმე რომ ჩვენი მელისასთვის იყიდა ასეთი ლამაზი თასმა. ბოლოს დეიდაც ჩამოვიდა ჩვენთან, ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ, ცოტა ვიჭორავეთ და დღე დავასრულეთ ასე. ძალიან დიდი მადლობა თუ აქამდე მიყურეთ, ერთი წითელი კვილი კომენტარებში მიყარხართ ძალიან.